მოგესალმებით. ჯერ კიდევ მერვე მე-9 კლასში ერთი იდეა მქონდა. მინდოდა გადამეღო საქართველოს ციხესიმაგრეები და კადრად აღმეწერა. ის კედლები, რომლებიც საქართველოს ისტორიას და ქართულ ეთნოსს იცავდნენ. ამ ამბიდან ძალიან დიდი დრო გავიდა. ეხა მერვე მე-9 კლასელი მოსწავლეები მყავს და დღეს დავიწყე ჩემი ოცნების ასრულებაც და მინდა რომ სწორედ ამ ადგილიდან წაჭყრუდან, რომელიც შემთხვევით ნამდვილად არის აღებული, განახოთ ის ადგილები, რომლებიც იცავდნენ საქართველოს ერთიანობას და სიმტკიცეს. ჩემს წინ ძალიან მალე შევატრიალებ კამერას, გადაშლილია კოლხეთის დაბლობი, კერძოდ სალიპარტიანო, მდინარე ტეხურის ნაპირები. ამ მარჯვენა სანაპირო. სადაც რამდენიმე ციხესიმაგრეა, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი იყო შუა საუკუნეების საფეოდალო ცხოვრებაში. სანამ თითეული ციხესიმაგრის ისტორიას დავიწყებთ, ისტორიაზე მოყოლას დავიწყებთ საუბარს, მანამდე შევაფასოთ ის ადგილები, საიდანაც პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩემი ოცნება უნდა დაიწყოს, შემდეგ კი თქვენ ნახოთ ეს უმშვენიერესი ხედები. სანამ უშუალოდ ხრობაზე გადავიდოდე, კარგი იქნება თვალი შევვალოთ რუკაზე მონიშნულ ყვითელ წერტილებად სამეგრელოს ყველა დიდ ციხესიმაგრეს ან ეკლესიებს. ბუნებრივია, ეკლესიაც უნდა ჩაითვალოს მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილად, რადგან იგი შუა საუკუნეების პერიოდში მნიშვნელოვან თავშესაფრსაც წარმოადგენდა. ჩვენი მოგზაურობა კი იწყება წაჭყურუს მონასტრიდან, რომლის აღმოსავლეთით ნათლად შეიძლება დავინახოთ ასევე ოცინდალეს მონასტერი. ხოლო მისი დასავლეთ მხარე არის თამაკონის ციხესიმაგრე. ასევე მის პირდაპირ ნოღას ციხესიმაგრე, ასევე დასავლეთით აბედათის ციხესიმაგრე. სამეგრელო ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ, რომელსაც ბუნებრივად ყოფს უნაგირას ქედი, რომელიც იწყება სოფელი გაჭედილიდან და მთავრდება ნოქალაქები ხობამდე. სამეგრელო გამოირჩევა მდინარეების სიუხვით, თუმცა მასში მნიშვნელოვანი მდინარეები მაინც აბაშა, ტეხური, ხობისწყალი, ოჩხომური, ჭანისწყალი და რა თქმა უნდა ენგური და ჩხოუშია. ხოლო მდინარეებს აბაშასა და ჭანისწყალს შორის მოქცეულ ტერიტორიას ისტორიულად სალიპარტიანო ერქვა, სადაც უამრავი ციხესიმაგრე იყო. ახლა კი დროა უკვე ჩვენი მოგზაურობის საწყის წერტილზეც გადავიდეთ, ეს არის წაჭყურო. სწორედ აქედან იშლება საუკეთესო ხედი მთელ ამ არეალზე და ყველაზე კარგად ჩანს ის ციხესიმაგრეები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში სამეგრელოს თავდაცვითი სისტემის ნაწილს წარმოადგენდნენ. წაჭყუროში არის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი სალოცავი ადგილი იყო სამეგრელოს მოსახლეობისთვის. მისი მდებარეობა შემთხვევითი არ უნდა იყოს. ეს ადგილი ერთ-ერთი საუკეთესო სათვალთვალო წერტილს წარმოადგენს მთელს რეგიონში. და სწორედ ამიტომ მკვლევართა ნაწილი ვარაუდობს, რომ აქ ეკლესიის სიახლოვეს შესაძლოა სადარაჯო ან გამაგრებული პუნქტის არსებულიყო, რომელიც მიმდებარე ხეობებსა და გზებს აკონტროლებდა. ახლა კი ვნახოთ, რა ისტორიული ძეგლები და ციხესიმაგრეები მოჩანს ამ უნიკალური ადგილიდან. ახლა კი დავაკვირდეთ ჰორიზონტზე გამოჩენილ ციხეებს. უნაგირეს მთაზე არის ური, თამაკონის ციხე და მაცაციხე, ხოლო მთელ ამ გაყოლებაზე ბოლოში შეგვიძლია ციხე გოჯის სილუეტის დანახვაც. ჩვენს პირდაპირ კარგად ჩანს ნოღის ციხე. აღმოსავლეთ მხარეს ის უყურებს კურზუს თავზე არსებულ ციხესიმაგრეს, ხოლო სულ ბოლოში ჰორიზონტზე მკრთალად იკვეთება ოცინდალის მონასტერი. ჩემი გზა წაჭყურუდან თამაკონის ციხემდე გაგრძელდა. ეხლა სოფელ შკანთაში, თამაკონში, წმინდა ლაზარეს სახელობის მონასტერში ვარ. სამრეკლოზე ავედი, იმიტომ რომ აქედან აშკარად უკეთესი ხედიც იქნება და უფრო მაღალი ადგილიც იქნება. და აქედან უკვე კარგად ჩანს ის ადგილი, სადაც წუხელ ვიყავი საღამოს, აი პირდაპირ. იქ არის წაჭყურუს მონასტერი, ხოლო ჩემს ჩრდილო დასავლეთით არის ოცინდალე, არ ვიცი კარგად თუ გამოჩნდება კამერაში, თუმცა აქ თავარი რის გამოს მოვედი, იყო მინახა ზუსტად ის ადგილი, სად იქნებოდა თამაკონის ციხესიმაგრე და ჩემი ვარაუდით აი ორი გორაკი მოჩანს
ნაკლებად მგონია რომ მარჯვენაში, უფრო მგონია რომ მარცხენაშია. აქედან სავარაუდოდ რომ ამოვედი ამ გზიდან ვერ გადავალ იქ და უფრო მომიწევს აი მოპირდაპირე მხარეს ნაფოსტარიდან ამოვიდე იქ. ყოველ შემთხვევაში შევეცდები, ვიცი რომ ნანგრევები დამრჩება, შემრჩება ბოლოს, შეიძლება ეგეც არ შემრჩეს, მაგრამ მაინც მივალ. ჩემი გზა შემდეგ გაგრძელდება ტეხურის ხეობას გავყვები სამხრეთის მიმართულებით და მოპირდაპირე მხარეს უკვე იქ ნოღას ციხესიმაგრეა, ალერტი ამ უნაგირასკეც რომ გადაყვები მაცაც ციხეა, ხოლო ამ უნაგირას მთას, უფრო სწორედ უნაგირას მთას დასავლეთის მხარეს არის აბედათის ციხესიმაგრე და რომელსაც აუცილებლად მოვინახულებ ისევ. ეხლა კი დრონის კადრებს შემოგთავაზებთ რა და როგორ იქნება. და პატარა ისტორიასაც მოყვები ამ ადგილზე და თამაკონის ციხეზეც. სოფელ შკამთაში აღმართული წმინდა ლაზარეს სახელობის მონასტერი სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული სულიერი კერაა. მონასტრიდან თვალწინ იშლება კოლხეთის დაბლობი, რაც ამ ადგილს არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ განსაკუთრებულ ბუნებრივ მნიშვნელობასაც ანიჭებს. მის ძირში მდებარეობს სოფელი თამაკონი, უძველესი დასახლება, რომელიც ისტორიულად მნიშვნელოვან გზებსა და ციხესიმაგრეებთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამ მხარეს საუკუნეების განმავლობაში კვეთდა ერთმანეთს სამეგრელოს პოლიტიკური, სამხედრო და სასულიერო ცხოვრება. დღეს შკანთის მონასტერი სიმშვიდის, რწმენის და ისტორიის უნიკალურ შერწყმას წარმოადგენს. ადგილი, სადაც ბუნება და წარსული ერთმანეთს საოცრად ერწყმის. ვერ მივაღწი. ამნაირ ადგილებში ციხეს რო აშენებენ. მოსაძებნი ძნელია კი. რადგან ჯანჯღავები არიან სულ. ისო არის. მელორი ჯანჯღავა. ქუთაისელი რო აბარეს გამოსდას, ხო და? ჩაწყობელი არის საქმე მაინც, მაგრამ გამოსდელი ეკითხება ვინ არისო? გელაჩი დაგზალულიო და გელაჩი თუ არიან გოლეთიანები იქნებიან უეჭველიო დაგზალული. სულ მაგენ მარხია. ამოვაღწიე ძლივს. ეს არის თამაკონის ციხის კალთა აღმოსავლეთი პარიგველი სუნიკია, მაგრამ ნიჩეო არა უშავს. ჩემი ვარაუდი აშკარად გამართდა. რაღაც 1 საათის წინ აი პირდაპირ წითელი შენობა რო არის, წითელი ეკლესია, წითელი კრამიტით გადახურული. აი ქვიდექი და როგორც ვარაუდი აქ ორი გორაკი მორჩანდა. ერთი ნამდვილად რომელზეც ვფიქრობთ რომ არ იქნებოდა, ნამდვილად არ არის და აი უხვე თამაკონის ციხესიმაგრეზე მიმყოფები. ეს არის აღმოსავლეთის გალავანი, ციტადელი და დაკვირვებული თვალი, ვინც კარგად იცის საქართველოს ციხესიმაგრეების აგებულება და არქიტექტურა, აშკარად შეამჩნევს რომ აქ ორი განსხვავებული ფენა არის. ერთი არის ადრეული შუა საუკუნეების შედარებით დიდი ქვები და შემდეგ ციტადელზე უკვე ქვები არის, რიყის ქვები არის შატანებული და იმით არის აგებული და ეს უკვე უფრო გვიანი შუა საუკუნეები არის, დაახლოებით მე-15-მე-16 საუკუნეები. პირველად თამაკონის ციხე ისტორიულ წყაროებში მე-18 საუკუნის 40-იან წლებში ჩანს, 1727 წელს კონკრეტულად და ეს არის ისევ სალიპარტიანოს დადიანების ეპოქის მთავარი ციხესიმაგრე. აი აქ რო დავაკვირდეთ, ეს კარგად არის უკვე ქვები არის, ქვებით არის აშენებული და დუღაბი არის, კირქვა არის გამოყენებული, ხოლო უფრო დაბალი ფენა რაც არის, აი ეს შედარებით დიდი რიყის ქვებით არის და ამაში ნამდვილად ეტყობა უკვე თლილი ქვებია და ეს უფრო ადრეული ეპოქის არის. რაც შეეხება ციხის გეოგრაფიულ მდებარეობას, ეს კარგად არის უნაგირას
მთის გორაკის, ანუ უნაგირებს მთა, რომელიც რუკაზეც იქნება გამოტანილი ახლა. იქ არის მის აღმოსავლეთ კალთაზე არის ეს ციხესიმაგრე და გადახურებს ტეხურის ხეობასაც და აქედან გადასასვლელი იქით უკვე მდინარე აბაშას ხეობასაც აკვირდება. აქედანაც ახლა სამწუხაროდ ხეები გვიშლის ხელს, თორემ აქედანაც მთლიანად ეს სალიპარტიანო ვიდრე ჩხოროწყუმდე სავარაუდოდ ზუგდიდამდეც კი, ხობამდეც კი კარგად გამოჩნდებოდა. მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობა იყო და შევეცდები მართალია დაბალზე მაგ ტელეფონის და დრონის ითქმის ჯდება, მაგრამ იქნება ავაფრინო და ცოტა ზემოდან დავაკვირდე, მეც მაინტერესებს როგორი აგებულება აქვს ამას. აი უკვე ციხის თავზე ვარ. აი ციხის აღმოსავლეთიდან, პროსტორით დასავლეთი მხრიდან კარგად ჩანს წალენჯიხის, ხოროწყუს, ზუგდიდის რაიონები და სოფლები, ხოლო აღმოსავლეთიდან კარგად ჩანს აბაკონას მთა, ხეები გვეფარება. ხოლო მარტვილის ჩანს აქედან და თუმცა დიდ არეალში რომ დავინახოთ ჩვენ ხელს გვიშლის ისევ და ისევ უნაგირებს მთა, რომელიც აშკარად სამეგრელოს ორ ნაწილად ყოფს. ისეთი გეოგრაფიული მდებარეობით, ზუსტად ამ გეოგრაფიული მდებარეობის გამო ეს უნაგირას მთა იქცა სამეგრელოს სალიპარტიანოს ციხესიმაგრეების ერთ-ერთ მთავარ ადგილსამყოფელად. ეხლა უკვე დავეშვები სავარაუდოდ გოდოგანში კურზუს თავზე ავალ და თუ არ დამიღამდება იმედია დღეს უცინდალიშიც მოვასწრებ ასვლას. მართლა სასწაული ადგილია. იქითობისას უკან არც მომიხედია და თურმე რა ხედები ჩანს უკან. აი ეს არის ტაბაკონას მთა, აი პირდაპირ. იქით არის ასხის მასივი. ასხის მთა არის იქით. აქით ჩვენი მთა არის, ჩემი სოფლის მთა. დიდი გამოჩნდება, ეხლა იქ წაჭყურის მონასტერის ჩანს. აი ზუსტად ეს მთა, ეს გორაკი მთელს გაყოლებაზე უკვე ჩემგან ბევრჯერ ნახსენები უნაგირას მთა არის. მიწას რაც შეეხება, წითელი მიწა არის და კარგია ვაზისთვის. საუკეთესო ეგრული ვაზიში, ოჯალეში სუსტად ამ მთებზე ხარობს, ამ მთის კალთებზე, სოფელ თამაკონში და სოფელ სალხინოში. ოჯალეში რა ვიცი, რუდალევ იმენა ადამიანი ხდები ამის მერე. ახლა კი ჩემმა გზამ თამაკონის ციხიდან კურზუს ციხემდე გადაინაცვლა. ესეც კურზუს ციხესიმაგრე. ძალიან მაგარი სანახავი არის ამ მხრიდან. ულამაზესი. ბოლომდე ავალ. რა ძნელი ამოსასვლელი ყოფილა. მაინც ამოვიდა. ძალიან მაგარმა წვიმა მომისცა. ამოვიდი მაინც კურზუს ციხესიმაგრეზე. სუსველი ვარ, მაგარი წვიმა იყო, მაგრამ მაინც აქედან ისეთი მაგარი ხედი ჩანს. ვა რუინანი ასვლა. შუა საუკუნეების სამეგრელოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე არის. აი იქიდან პირდაპირ უცინდალი ჩანს. აქედან ოჩხომურის ხეობა. აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი. კარგად არის შემონახული მაინც ეს ციხესიმაგრე. დიდი ხეებიც კი ამოსულა და გადაუჭრიათ მე.
აი ახლა ზემოთავალ და კიდან გადავიღებ ისე ვიდეოს. ის ვაი ვაგლახით ყურზუს ციხეზე სუსტად თავზე ვარ. ასე არსადა რას დროს არ გამჭირებია ამოსვლა. საკმაოდ კარგად არის მაინც შემორჩენილი. მისი ჩრდილოეთ მხარეს დაახლოებით 4-5 მეტრის სისქის კედელი არის. აქაც იგივე წყობა არის და მართალია ძალიან დიდი ციხესიმაგრე არ იყო, თუმცა აშკარად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობა იქნებოდა, რადგანაც ეს მთლიანად აკონტროლებს აი ოჩხომურის ხეობას. პირდაპირ იქიდან მოდის მდინარე ოჩხომური. აი იმ ორ გორაკს იმ ორ მთას შორის. აქეთა მარჯვენა არის ვედიტის მთა. მარცხენა არ ვიცი, მაგრამ იქ მნიშვნელოვანი ანდრია პირველწოდებული სახელობის ეკლესია არის. რომელსაც ქეჯვარი ქვია და იქიდან მდინარე ტეხური მოედინება უკვე. თავის მხრივ ეს ადგილი აკონტროლებდა აი იქ გინო კირილს ეძახიან იმ ადგილს, იმ ხეობას, ოჩხომურის ხეობას, აქედან პირდაპირ ოცინდალის ჩანს და აქედან უკვე მარტვილის მონასტერი. მან უფრო სწორედ მარტვილის ჩანს დაჟე აქედან და იქიდან წაჩხო. ასევე გამოჩნდებოდა თამაკონის ციხეს ბუნებრივია და თავისი სიმაღლის მიხედვით საკმაოდ ვრცელ ტერიტორიის ნახვა შეგვიძლია აქედან. თვითონ ციხესიმაგრეს რაც შეეხება შუა საუკუნეებში იყოს კირქვისა და დუღაბის აშენების სისტემა, რომელიც საქართველოში პროსტორით სამეგრელოში კარგად იყო ცნობილი. აქ ვიღაცას დროშაც ამოუტანია საქართველოსი. ბევრჯერ მთელი ცხოვრება თითქმის ამ გზებზე მაგადარებული, სულ ვიცოდი აქ რო ციხესიმაგრე იყო, მაგრამ ასეთი ძალიან მაგარი ხედი თუ დამხვდებოდა არ მეგონა. ამ ადგილას ქვემოთ აი წრიული ფორმის გალავანი არის აშენებული და ზოგადად ციხესიმაგრე წრიული ფორმის უნდა იყოს. ამ ადგილას იქნებოდა რაღაცა საცხოვრებელი ალბათ. აი იმ მხარეს უკვე კოშკის ფორმაც შეიძლება გამოჩნდეს ან გალავანი. ურზუს ციხიდან ჩემი გზა სამეგრელოს მნიშვნელოვან საოცავში უცინდალის წმინდა გიორგისკენ გაგრძელდა. დიდი ხნის და ძნელი გზის შემდეგ მაინც ამოვედი იმ ადგილზე, დანიშნულების ადგილზე, რომელიც დიდი ხანია მინდოდა აქ ამოსვლა. ეს არის უცინდალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. არქიტექტურის ტიპით ჯვარგუმბათოვანი, აი ფასადზე ვიტრაჟი სარკევთან კარგად იკითხება ძველი ქართული ორნამენტები. მე-11 საუკუნის ძეგლია, შემდეგ კი შუა საუკუნეებში დადიანების ეპოქაში მისი განახლება მოხდა. აი ჩვენ კარგად დავაკვირდებით, ეს უკვე უფრო ძველი ქვედაფენებია და შემდეგი უკვე თავზე შედარებით უფრო გვიანდელი უნდა იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, აქედან მშვენივრად ჩანს აი ზღაპრული პანორამა მართლაც ეს არის. აი პირდაპირ ჩხორო წყობა. აი სულ იქ ჰორიზონტზე ის ადგილია, სადაც წერან ვიყავით. შკანთის მონასტერი და თამაკონის ციხე. იქით ქალაქი ხობი, აქ არის მდინარე მუხური, აქ ის მდინარე ჭანისყალია და იქით ბოლოში მზისხივები რო ეცემა ქალაქის ზუგდიდი. იქით კიდევ ჯვარი და აფხაზეთი, სადაც აუცილებლად მივალთ. ბევრ ადგილზე ყოფილო, მაგრამ ასეთი ხედი არსად. საოცრება. ახლა კი დრონის კადრებს შემოგთავაზებთ ისე.
ოცინდალეს მონასტრიდან ნელ-ნელა ხობისწყლის იდუმალი ხეობისკენ გადავწყვეტეთ წასვლა. ხა მოვედით წინდალიდან ძალიან ახლოს არის იქ ხიდი უნდა გადახვიდე ეს ნაცვალე მდინარე ხობისწყალი და შურუბუმუს მინესთან არის ხიდი კი რაღაცა საჯდომებიც გამოსა. აი რადგები გაუჩითიათ. აქ იყო რემბო. აი ცავი წესები. პაპიროსი არ მოწიო, რა არ მოწიო. მაგრამ ახლა შემოთაც განსაკუთრებული არაფერი. ეხლა დაწვიმარია, წყალი ბევრია, მაგითო სანახაობა არ არის. რაც აქ არის ხობი. YouTube-ზე შეგიძლიათ ნახოთ აქ. ნახოთ. ხავს მორეული ქვებია. ფოტოსაც ჩავაგდებ ამის. ხავსიანი ქვებია, რაღაცა საოცრება არის. ერთხელ სანახავა დღის. არა ისედაც. და მაგარი ადგილი. ზოგადად ვანდალიზმის მომხრენი არა ვარ, მაგრამ ახლა ყველა წელს მეც დავწერ. აქ იყო ახშენი ნახში შა პეპეშა ახლის ნიშანი. სოფელ მუხურთან შურუბუმუსთან ახლოს მდინარე ხობისწყლის მარჯვენა ნაპირზე არის გუგელას წყარო, რომელიც კალცის შემცველობის არის, აი პატარა ხვლიკი. აქ ძლივს მოვცეს კიდევ ნაცნობობით, საერთო რაღაცა ნაცნობები ყავდა და აქედან ავხახროდი. არქალია ამ წყლის დალევას ყველაფერი ჯობია, მაგრამ სამკურნალოთვისებები აქვს. ლინკსაც შევაგდებ ვიდეოსთან. თუ რა მნიშვნელობის არის ეს წყალი და რა კარგი რაღაცა ეს ადრე ღია იყო, მაგრამ ეხლა ეთყობა სამეწარმოოდ არის გადაქცეული.
ისა მაინც რაღაცნაირად შევეცდელი მოვახერხე წამოღებად ვინც დამაბარა იმისთვის. ულამაზესი ადგილი, აი ეს გადაღმა ბეტონი ჩანს, რაც ალბათ იქნებოდა ადრე. აი ხანია უკვე მოვდივარ. აქეთ არისო თურმე სქურის თეთრი ციხე სიმაგრე. ეს ჩემი პრიუსი გიდავ ტანჯი, მაგრამ მაინც მოვდივარ. აი იმ ხიდზე უნდა გადავიდე. აი სმა რა თქვა მოსწილი ვარ, აზე დავდივარ, მაგრამ მიყვარს ასეთი ადგილების ნახვა. და იცოდე მინიმუმ შენს კუთხედი რა. აგერ დინარე ჭანისწყალზე სხურის სიმაგრესთან გადებული ხიდი. აი რა იდეა. ცოტა გამიჭირდა მოგნება. ჯერ ქვემო ჩავედი, ქვემოდან მეგონა. ახლა გიმოვედი. აქ არის ანოტაცია სქურის ციხე, წარმოადგენს ადრეული შუა საუკუნეების ზოგს, აგებულია ლაზიკის სამეფოს პირველი მე-6 საუკუნის პერიოდში. დაცულია სახელმწიფოს მიერ. ახლა შევალ შიგნით. ცოტა რუკაზე არეულად კი ჩანს. მაგრამ ნახავ რა სად არის. აი შემორჩენილი სკურის ციხის ნანგრევები. თაღოვანი უпроსორი წრიული ფორმის კოშკი უნდა იყოს და გალავანით წრიული ფორმის არის. დათარიღებულია მე-3 საუკუნით. ესე იგი ეს არის ლაზიკის მე-4 საუკუნე, უფრო მე-3 საუკუნე. ლაზიკის სამეფოს პერიოდი არის და დიდი ისტორიული წყაროები კი არ მოგვეპოვება ჩვენ ამაზე. მაგრამ ერთ-ერთ საინტერესო ადგილზე ნამდვილად დგას. აი ამ ხეობას რო გავყვებით, დინარი ჭანისწყალს აღმა რო ავყვებით, უკვე ეგრისის ქედი არის იქით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობა იქნებოდა თავის დროზე. ხოლო შუა საუკუნეების დროს ბუნებრივია დადიანების მმართველობის დასაყრდენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრიც იქნებოდა სკურის ციხესიმაგრე. ხოლო ერთადერთი შესასვლელია აქვს ამას წალენჯიხის მხრიდან იქით. დიდი ქვებით არის, მშრალი წყობით აგებულია, ხოლო აი ამ წინა გალავანი რაც არის ხრაზე ვსგავარ. ესეც იგივეინაირადაა, თუმცა ამაში იტყობა რომ ქვები არის ჩატანებული დუღაბით. ისე კარგი იქნებოდა სახელმწიფო რო აქცევდეს ყურადღებას და მინიმუმ ეს ადგილები მაინც, რა ვიცი, გაასუფთავონ. ეს ადგილი მაინც სანახავად ღირს, მაგრამ ვერაფერს ვერ დაინახავ. შიგნითაც უნდა იყოს რაღაცას, შესასვლელი. ან გათხრები როა წარმოონ, ან რაღაც. შეიძლება ვერც ვერაფერი ვერ იპოვო, მაგრამ მაინც ფული კმაყოფილი გექნება. კარგი, გავაგზავნებ ჩემ გზას, უკვე ზუსტად არ ვიცი საით უნდა გავაგზავნო, მაგრამ დაახლოებით გავაგზავნებ ალბათ ისე დინარე ჭანისწყალის გაღმა. ეს რო არ გადამეღო არ შეიძლებოდა. ეს არის სოფელი წალენჯიხაში მიქავა. გვარიც არის მიქავა, მაგრამ სამეგრელოს გლეხთა აჯანყების ერთ-ერთი წინამძღოლი იყო ლეგენდარული ულტუ მიქავა, რომლის სახელობისაც არის ეს სოფელი. აქედან იყო წარმოშობის.
ეს ისე უბრალოდ ხა კი მაინც ჩემ გზას გავაგზელებ აქეთ. სკურის თეთრი ციხესიმაგრიდან ჩემი გზა ჭაქვინჯის ციხესიმაგრემდე გაგრძელდა. აი ასეთი სამხრეთის მხრიდან ასეთი შემოსასვლელი, ისევ გალავანით მომგვალებული პატარა კარი და როგორც ყველგან, აი კარებზე ძელები იქნებოდა გადებული ერთი, მეორე. ხო, აი უკვე სავარაუდოდ აქაც აქ უკვე შიდა ეზო, რომელიც საკმაოდ დიდი ჩანს, მინდა გითხრათ. ჭაქვინჯის ციხის დასავლეთ მხრიდან კარგად ჩანს კოლხეთის დაბლობის ვრცელი ტერიტორია. აი ეს აკლაკნელი მდინარე არის მდინარე ჭანისწყალი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ამ ციხის აგებას. ლეგენდის მიხედვით თურმე ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ გაკეთებული ადამიანებს და ამ მდინარიდან ციხემდე ამოქონდათ ქვები, საშენი მასალა. ასევე ამ ლეგენდის მიხედვით პირველი ადამიანი და ბოლო ადამიანი ციხის დასრულების დროს, სწორედ ქვების ამოზიდის დროს გარდაიცვალა. თვითონ ციხეს რა შეეხება, ეს მდებარეობს სოფელ ჯიხაშკარში. ჯიხაშკარიც მეგრულად ჯიხა ციხესიმაგრეს ნიშნავს კარს და შესაბამისად ციხის კარად შეიძლება გადავთარგმნოთ ეს სოფელი. რაც შეეხება ციხის ისტორიას, ქვემოთ ჩავიდეთ და დავათვალიეროთ. თვითონ ამ ციხის სახელწოდებაც ჭაქვინჯი იმანიშნებელია იმ ფაქტზე, რომ აქ აშკარად უნდა გქონდეს წყლის პრობლემა ამ ციხეში. რადგან ეს ერთი მაღალი ადგილია და ისედაც წყლის პრობლემა ზოგადად ყველა ციხესიმაგრეში იდგა. და გადმოცემის მიხედვით აქაც არის დაახლოებით 40 მეტრის სიღრმის ჭა და ზუსტად ჭის ძირი, ქვინჯი ამის მიმანიშნებელი უნდა იყოს. ციხესიმაგრე ზოგადად ცუდად ნამდვილად არ არის შემონახული. აქ იკვეთება 1, 2, 3 და 4 ოთხკუთხა ტიპის კოშკი, რომელიც აშკარად ჩრდილოეთ მხარეს იცავს, ხოლო მისი დასავლეთი მხარე ციცაბო აღმართზეა და მხოლოდ გალავნით არის შემოსაზღვრული. საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია მაინც ჩემი აზრით და ამ ციხის აგების ისტორია სავარაუდოდ გვიან ანტიკურ ხანას უკავშირდება, თუმცა შეიძლება ისიც, რომ შუა საუკუნეებში რამდენჯერმე განახლდებოდა ეს ციხესიმაგრეც. ამ ადგილას პირდაპირ წესით უნდა ყოფილიყო საოცავი ეკლესია, ხოლო უფრო შედარებით ოსმალთა ბატონობის დროში, ისედაც ერთი გადმოცემის მიხედვით ეს ციხესიმაგრე ოსმალების მიერ არის აშენებული, თუმცა ალბათ ნაკლებად სავარაუდოა. სამწუხაროდ დრონი გამიფუჭდა, მაგრამ ძალიან კარგი კადრები გამოვიდოდა აქ. სწორედ მკვლევარი პარმენ ზაქარაიას ცნობით 3 სხვადასხვა ფენა არის ამ ციხესიმაგრეზე. პირველი მიეკუთვნება მე-3-მე-4 საუკუნეებს, მეორე ფენა მე-7-მე-9-ს, ხოლო მე-3 ფენა შედარებით გვიანდელია, ეს არის მე-16-მე-17 საუკუნეები. ციხე ამჟამად ცუდად არ გამოიყურება მაინც და მაინც სხვა ციხესიმაგრეებთან შედარებით. აქვე უნდა ყოფილიყო აი მხარეს გვირაბი და ზოგადად ამჟამად ამ ციხეზე ამოსასვლელი გზა სამხრეთიდან ამოდის ჩრდილოეთის მიმართულებით, ხოლო უფრო ადრინდელი უნდა ყოფილიყო ზუსტად აი ეს კარი, იმიტომ რომ აქაც გალავნის ფრაგმენტები ჩანს. აი ერთი გალავანი, მეორე გალავანი აქ კარი იქნებოდა, ხოლო მე-3 გალავანი არის ზუსტად ეს. და სავარაუდოდ ზუსტად ეს უნდა ყოფილიყო შემოსასვლელი. და აქედან ძალიან ციცაბო ფერდობი ეშვება. იმ პერიოდშიც რა თქმა უნდა მასე იქნებოდა. აი, ყველა კოშკურებზე მომგვალებული წრიული ფორმის არის. ეს იქნებოდა მთავარი გალავანი.
და გალავანი სწორედ ამ ადგილზე იმიტომ ააშენეს ალბათ რომ მხოლოდ გალავანის შემოსაზღვრული იმიტომ იყო რომ ეს უფრო ძნელად მისადგომი იყო, ხოლო მისი ჩრდილოეთი ნაწილი და აღმოსავლეთი ნაწილი შედარებით ადვილად მისადგომია და ამიტომაც კოშკები არის აშენებული. ჩვენ კოშკის აი ამ კოშკზე ზემოთ სათოფურების კი იკვეთება, რაც ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ეს ოსმალთა პატვანობის პერიოდში, შუა საუკუნეებში, მე-15, მე-16, მე-17 საუკუნეებში კარგად ზუსტად ამისთვის იყო გათვლილი. გალავნის წყობას რაც შეეხება, ფლეთილი ქვებით არის აშკარად აგებული, დიდი ქვებიც არის გამოყენებული მშრალი წყობით, ხოლო უფრო ზემოთა კედლები არის დუღაბი და ქვა არის შეტანებული ამაში. გალავანზეც არის რამდენიმე სათოფური. აშკარად ამ გალავანს აი მოაჯირის მსგავსი ტიპიც იქნებოდა, საიდანაც იქნებოდა გადასახედი. წერან აქ ტურა ვნახე და ცოტა იმეშენია გალავანი და ტურა რას მიზამს. ვიდეოში ფოტოს შევაგდებ. და ისევ პარმენს ზაქარაიას ცნობების მიხედვით, აი ამ ადგილას უნდა ყოფილიყო მისი სამხრეთ მხარეს გვირაბის ნაშთების კი ჩანს, მაგრამ აქ გვირაბის არაფერი არ ეტყობა. შეიძლება ან ამ მხარეს, ან იქ და აქედან არა ყოველ შემთხვევაში. ციხესიმაგრეზე ცნობები ვახტანგ მე-5-ის, უფრო სწორედ ვახტანგ მე-6-ის უკანონო შვილსაც ვახუშტი ბაგრატიონსაც აქვს შემონახული, რომელიც რა თქმა უნდა მოგზაურობდა მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, მისი ნაშრომიც არის აღწერა სამეფოს საქართველოსა და ის ნათლად გადმოსცემს ბევრ მნიშვნელოვან ფაქტებს ჭაქვინჯის ციხის შესახებ. და ზოგადად არის ერთი ცნობაც, რომ სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი, ასევე სახელწოდებით ლევანი, სწორედ ამ ციხეში დაიბადა. ჩემი აზრით, ზუსტად ამ ადგილზე უნდა იყოს, ან იქ გვიმრით არის დაფარული ის ჭა, მაგრამ სავარაუდოდ ეხა ის ან ამოვსებული შეიძლება იყოს და ან ის გადაფარებული ქონდეს რამე. აი მისი დასავლეთი მხრიდან მთელი კოლხეთის დაბლობი ჩანს. აქეთ სამხრეთის მხარეს მარტვილის რაიონიც იკვეთება. ქვემოთ სენაკი და ხობი, აღმოსავლეთით ჩრდილოეთ მხარეს მისგან ჩრდილოეთით არის სუგდიდი. და შეიძლება მოწმენდილ ამინჩი ბინოკლით კი დავაკვირდი, მაგრამ მაინც და მაინც მოწმენდილი ამინდი არაა, ხრობლიანია. შეიძლება ყოველ შემთხვევაში კოშკიდან გამოჩნდეს კიდეც აირეკლოს სხვაც. ძალიან საინტერესო და კარგი ადგილია და ბევრჯერ თქვი უკვე და კიდევ ბევრჯერ ვიტყვი, რომ იმ მუნიციპალიტეტებმა, რომელშიც ასეთი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები მდებარეობს, ყველაზე მინიმუმ ეს ადგილები მაინც უნდა გაასუფთავონ, რომ არ იყოს აქ სიბინძურე და შეეძლოს ყველას მონახულება და დათვალიერება. მე თუ მკითხავთ, გზა მაინც და მაინც აუცილებელი არ არის ყველგან რო იყოს. იმიტომ რომ რაც უფრო მიუღწეველი არის ადგილი, მით უფრო ლამაზი და განსაკუთრებულია. სამწუხაროდ აბედათის ციხის გადაღებისას დრონი ჩამომივარდა და ხელოსანთან არის გაშვებული, მაგრამ უკეთესი დრონის ყიდვის მოტივი და ემოციით მაინც ვაგრძელებ ყველა ციხესიმაგრის დათვალიერებას და მონახულებას და ფირად აღბეჭდვას, რადგანაც მგონია, რომ ცუდ საქმეს ნაღდად არ ვაკეთებ. მინიმუმ იმ ადამიანებს მაინც დავაინტერესებ და დავაკმაყოფილებ, ვისაც მართლა აინტერესებს ჩვენი წარსული, საქართველოს ისტორია და აინტერესებს ის ადგილები, რომელიც ამ ისტორიას კბილებით იცავდა. კარგი, აი უკვე მოვედი ჭაქვინჯის ციხიდან გზა რუხის ციხესთან, სუგდიდისაკენ. რუხის ციხემდე გავაქცევ. რომელიც არის გვიანი შუა საუკუნეების დროს აშენებული. კერძოდ თარიღიც არის ცნობილი,
ეს არის 1647 წელი. სამეგრელოს თავრის ლევან მეორე დადიანის სახელს უკავშირდება ამ ციხის აშენება. ბევრი მნიშვნელოვანი და ტრაგიკული ამბებიც უკავშირდება ამ ციხის სიმაგრეს. თუმცა, სანამ ამას შევეხებით, ჯერ ციხის არქიტექტურასა და მდებარეობაზე ვისაუბრებ ცოტას. განსხვავებით საქართველოს ციხესიმაგრეებისგან, რუხის ციხე საერთოდ არ არის მაღლობზე. პირიქით, დაბალ ადგილზეა მდინარე რუხის წყლის აღმოსავლეთით და ასევე აქეთ ჩრდილოეთის მხარეს მისგან მდინარე ენგურიც არის ძალიან ახლოს. რუხის ციხის ასეთ დაბლობზე აშენების ერთ-ერთი მთავარი იდეა სწორედ ის იყო, რომ მარტივი შესასვლელი ყოფილიყო და თავშესაფარი ხალხისთვის. ციხესიმაგრეც ზუგდიდთან ძალიან ახლოს არის და ეს ის იმის განმაპირობებელი იყო, რომ ერთ-ერთი სავაჭრო სატრანზიტო გზებზე ყოფილიყო ეს ციხე-ქალაქი. სიმაგრე ნამდვილად არ ეთქმის ამას, ეს არის სასახლე ციხე-ქალაქი, რომლის ოთხივე მხარე არის მაღალი გალავნებით. ეს დაახლოებით 10-12 მეტრის არის, ხოლო ზემოთა დაახლოებით შეიძლება 15 მეტრამდეც კი აღწევდეს. როგორც მოგახსენეთ, ლევან მეორე დადიანის სახელს უკავშირდება და აქ ის საერთოდ ოსმალთა ჯარებისა და ოსმალთა შემოსევების თავიდან ასაცილებლად იქნა აგებული. ხოლო აქ ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა უკავშირდება ასევე ამ ადგილს, ეს არის რუხის ბრძოლა 1779 წელს, როდესაც ლევან დადიანმა, ასევე ლევან მესამე დადიანმა, ერეკლე მეორესა და სოლომონ პირველსაც ქართლ-კახეთისა და იმერეთის მეფეებს სთხოვა დახმარება ამ ციხის დასაცავად. ძალიან მნიშვნელოვანი ნაგებობა აღმოჩნდა ეს რუხის ციხე. და რუხის ციხე ყირიმის ომის დროსაც იქცა მნიშვნელოვან პლაცდარმად რუსეთის ჯარისთვის. ეხლა კი ზემოთავალ უფრო. როგორც წერილობით წყაროებშია და ისედაც უკვე თვალითაც ვხედავ, რომ რუხის ციხე ორი ნაწილისგან შედგება, საკუთრივ გარეთა გალავანი, შიგნით ქალაქი, ხოლო დედაციხე, რომელიც ციხესიმაგრის აღმოსავლეთ მხარეს არის აღმართული. მისი აშენება კირქვითა და დუღაბით, რიყის ქვებით არის, რაც უკვე დამახასიათებელია გვიანი შუა საუკუნეებისა. ხო, აი ციტადელზე ვავიდეთ აქაც. მინდა ასვლა, მაგრამ უშოსავ მაინც მე. აი, უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავს მართლა შიგნითა ციხე. როგორც აღნიშნე, რუხის ციხე ნამდვილად არ იყო ის ციხესიმაგრე, რომელიც მაინც და მაინც აუცილებლად უნდა ყოფილიყო საბრძოლო მიზნისთვის გამოყენებული. პირიქით, ის უფრო სავაჭრობისთვის მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენდა და ევროპელი მისიონერებიც ხშირად აღნიშნავდნენ, რომ გაცხოველებული ვაჭრობა მიდიოდა ამ პერიოდში რუხის ციხეში, რადგანაც ის თავის მხრივ ჩრდილოეთიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ენგურის ხეობას აკონტროლებდა. ხოლო ასევე ძალიან ახლო არის აქედან შავი ზღვა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავმისადგომიც იყო. და კარგად ვიცით, რომ სადაც გემებით მიმოსვლა არის, იქ ვაჭრობაც არის და ძალიან ბევრი სიმდიდრეც. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ისიც არის, რომ რუხის ციხესიმაგრე გამოირჩევა თავისი დიდი და სქელი განიერი კედლებით, ამ კედლების სიგანით. ეს ზუსტად იმიტომ არის, რომ ეს რუხის ციხის აშენება უკვე ის ეპოქაა, როდესაც არტილერია ფართოდ არის გავრცელებული. აი აქ ხავსით არის მოდებული, მაგრამ ერთ ადგილზე აი ბოლოში კარგად ჩანდა, რომ არტილერიისთვის გამოჭრილი ფანჯრებიც არის სპეციალურად და ცნობებიც არის, რომ რუხის ციხეში და ლევან მეორე დადიანსაც არტილერია და ფლოტიც ყავდა სხვათა შორის.
მისი შესასვლელი ძალიან განსაკუთრებულია. ასეთი სქელი და ძლიერი შესასვლელი მე არც ერთ ციხესიმაგრეში არ მინახია დაახლოებით ელება 5 მეტრიც კი იყოს ეს ადგილი. ძალიან განსაკუთრებული ადგილია. ძალიან კარგადაც არის შემორჩენილი. გასული დროის კვალობაზე და ბევრჯერ რომ არის ეს ციხე აღებული მის კვალობაზეც და ხელის შევნება რა თქმა უნდა ყველაფერს ჭირდება გასუფთავება და კარგი იქნება აქ რამე ისტორიული პერფორმანსების ჩატარების ადგილიც მოხდეს. რაღაც ამფითეატრებით აღმართი აქვს ამას წარმოდგენებისთვის ძალიან საინტერესო. ასეთი იყო რუხის ციხე, ბევრი სანახავი აქ მნიშვნელოვანი არაფერი არ არის და მაინც და მაინც არ არის ისეთი გამორჩეული ისტორიის მქონე ციხესიმაგრე, იმიტომ რომ შედარებით ადრინდელი არის. ზუსტად ამიტომ. ეხლა კი სხვა ციხესიმაგრებისკენ გავემართები. აქ რო არ მოვსულიყავი არ შეიძლებოდა. ეს არის საოკუპაციო საზღვარი რუხის ციხიდან სულ რაღაც 2 კილომეტრში. გადაღმა აფხაზეთია. მივალთ აუცილებლად ერთხელს. როდა მივალთ და მეც მივალ. უკვე ახალი ოცნება გამიშდა ანაკოფის ციხის გადაღებაც.